ეშინია თუ არა ქართულ ოცნებას ხალხის პროტესტის წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერია ქვეყნის მთავარი გამზირის პარალიზებას გეგმავს. ოფიციალური მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ხედავენ რისკებს, რომ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა შესაძლოა ქართული ოცნების შიშებს უკავშირდებოდეს. ხელისუფლებისთვის კი ეს ბრალდებები სასაცილოა. უფრო კონკრეტულად, რას გეგმავს კახა კალაძე მომავალ წელს დედაქალაქის მთავარ გამზირზე და როგორია ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარე. დია მამისეიშვილი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. Თათია პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფორმალური გადაწყვეტილება ყოველთვის განსხვავდება რეალური მიზნისგან, როდესაც საუბარია ქართული ოცნების განაცხადზე და ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც გამოაცხადა კახი კალაძემ, რეალურად სხვა რეალური მიზნის მატარებელი უნდა იყოს. დედაქალაქის მერმა თქვა, რომ იწყება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც მინიმუმ 2 წელი იქნება, თუმცა საბოლოო ვადა განისაზღვრება თუ არა 2 წელი, ესეც სადაოა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის დაწერეთლის გამზირის მაგალითები, რა შემთხვევაშიც დაიწყო რეაბილიტაცია, თუმცა დასასრული ნამდვილად ვერ პოვა. ამ პროცესმა რაც შეეხება ამ განაცხადის პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც არის ძალიან თვალსაჩინო, ეს უკავშირდება საპროტესტო მუხტის ჩახშობას, ან სულაც გაქრობას და ამის ინტერესი ნამდვილად უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რადგან ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე 2024 წლის არჩევნებამდე რჩება ზუსტად 1 წელი და ქართულ ოცნებას უნდა რომ შვიდად წარმართოს პროცესი ყოველგვარი აქციის და დემონსტრაციის გარეშე. შესაბამისად, მაშველრგოლად რეაბილიტაციის პროცესი ყოველთვის ხელეწიფება ხელისუფლებას და ამიტომ ქართული ოცნება საკვანძო დროს ყოველთვის იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეზღუდავს რეალურად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასე ნამდვილად აღიქვამენ ამ ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, რომლებიც მუდმივად აპროტესტებენ ხელისუფლების სხვადასხვა მოქმედებებსა და ნაბიჯებს და ამ განზრახვას და ამ ქვეტექსტს ამ გადაწყვეტილებაში ნამდვილად ხედავს ოპოზიცია, ვინაიდან ქართული ოცნება ახლა ყველგან განეიტრალებით არის დაკავებული, მით უფრო ეს მოქმედებები და ეს სურვილი გამძაფრდება იმას შემდგომ, რაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება და პრინციპში ამის ერთ-ერთი ძალიან ნათელი გამოვლინება არის ის განაცხადი, რომელსაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი ქვია. თუ შევხედავთ მანამდე წარსულში რა ნაბიჯები აქვს ქართულ ოცნებას გადადგმული იმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა, საპროტესტო მუხტი ასეთი ისე შეზღუდოს ან ზოგადად საერთოდ ჩაკლას, ხო? ჩვენ გავიხსენებთ იმას, რომ მაგალითად 2020 წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს იმ საბაბით, რომ თითქოს რეაბილიტაცია იყო საჭირო. ოღონდ მაშინაც გვახსოვს, რომ დარღვევებით იყო ეს ყველაფერი გამოცხადებული. შემდეგ გვახსოვს კანცელარიასთან მიმდინარე დედების პროტესტი, წამლის გამო მაშინაც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს. ამიტომ თითოეული მსგავსი ნაბიჯი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საარჩევნო პერიოდი მოდის, არჩევნები მოდის, გადამწყვეტი არჩევნები, ესე ვთქვათ, ხო, ეს უკავშირდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფერს დავამშვიდებ კახის და ვეტყვი, რომ მაინც შევიკრიბებით, სულ რო 5 წლის ეგ 2 წელიც რო 5 წელი გახდება, ვიცით, იმიტომ რომ ეხაც გადათხილ წერეთელზე ვდგავართ მაგალითად და წლებია 1 წლის წინ გვითხრეს მგონი, რომ რაღაც თვეებში მორჩებოდა თუ რაღაცა და კიდე გრძელდება და არც უჩანს პირი დასრულებისკენ, 1-2 წელი ალბათ ესეც გაგრძელდება და იგივე არის რუსთაველსაც. პარლამენტის უკან წავალთ, წინათ შევიკრიბებით, საცობებით გავაკეთებთ აქციას. ყველა ფერს მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პროტესტის ხმა არ ჩაქრეს. აქციებს ვერც რეაბილიტაცია გააჩერებს და ვერც ვერანაირი რეკონსტრუქცია ამ ქალაქის თუ საზოგადოებას მოუნდება აქციაზე გამოსვლა და რაღაცის გაპროტესტება, მაგრამ რუსთაველის რეაბილიტაცია რეალურად რთული საკითხია და ჩვენ გვაინტერესებს გეგმა, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი და რამდენად იქნება შესაძლებელი ნორმალური ფუნქციონირება, მაგალითად იგივე პარლამენტის და ასე შემდეგ. და მეორე მართლაც ალბათ უკეთესი იქნებოდა არჩევნების მერე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკანასკნელ პერიოდში და მომავალ პერიოდში ეს არის რუსთაველი. ახლა გადავიდეთ იმაზე, რას ამბობს დედაქალაქის მერია და მერი კახი კალაძე. ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე არის რთული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, უნდა დაიწყოს შენობა ნაგებობებით, ეს პროცესი და შემდგომი ეტაპი იქნება უკვე გზის საფარის რეაბილიტაცია. სწორედ ასეთია განაცხადი, რითაც დღეს წარსდგა დედაქალაქის მერი თბილისელების წინაშე და რეალურ мотивაციაზე მას არაფერი უთქვამს, თუმცა წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეაბილიტაციის მიღმა კახი კალაძე, დედაქალაქის მერია და ზოგადად ქართული ოცნება
მუდმივად ანელებდა და აკრობდა პროტესტის რიტმს და მუხტს, რაც შეეხება გამოხმაურებებს ქართულ ოცნებაში ჯერჯერობით მხოლოდ მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც თუ დავუჯერებთ, მისთვის ეს საკითხი არის არასერიოზული და მით უფრო პოლიტიკური მოტივაციის ძიება რეაბილიტაციის მიღმა საერთოდ მოსატანი არ არის. მოდით ნახოთ ეს გამოხმაურებები. თბილისის მერის ინიციატივით თბილისის განვითარების ფონდი მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად იქნება დაყოფილი. ეს სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება, თუმცა ძალიან ბევრი შენობა ნაგებობა არის, პლუს ამას ემატება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. მომავალი წლიდან ვაპირებთ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. აქციები რასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს, იქაც რომ 2 წლის განმავლობაში იქნება გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და სადღაც მილს რომ ამოიღებენ ჩადებენ აქცია შეუშვრის ეს ხელს. ცოტა სერიოზული კითხვები დამშვით თუ შეიძლება. აი ეს იყო ჩემი პასუხი. მამუკა მდინარაძისთვის ეს საკითხი არასერიოზულია, თუმცა რეალურად როგორია სახელისუფლო განზრახვა, ეს ძალიან მალე გამოჩნდება, ვინაიდან მნიშვნელოვანია კითხვა კახიკალაძის ინიციატივის კვალდაკვალ, რატომ მაინც და მაინც ახლა არჩევნებამდე 1 წლით ადრე იწყება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და როდესაც ვსაუბრობ წარსულ გამოცდილებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კონკრეტული მაგალითები, მაგალითად 2020 წლის შემთხვევა, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მართავდა აქციებს პარლამენტის წინ, კარვები იძულებით ააღებინა მერიამ, შემდგომ თქვეს, რომ იქ იყო რეაბილიტაციის განზრახვა და ამიტომ კარვების განთავსება აღარ იყო შესაძლებელი პარლამენტთან, თუმცა რეაბილიტაციამ დაიგვიანა. ასევე ძალიან კარგად გვახსოვს აკონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, რომ მართავდნენ კანცელარიასთან აქციას და მოულოდნელად სწორედ მაშინ მიიღეს და მაშინ გამოაცხადეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ადმინისტრაცია უნდა შემოღობილიყო, რადგან იქ საჭირო იყო რეაბილიტაცია. მოკლედ, მთელი რიგი ფაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ რეაბილიტაციას ხელისუფლება სწორედ მაშინ იშველიებს, როდესაც მათ სურთან პროტესტის ჩახშობა ან სხვა რაიმე დინის განეიტრალება. ასე ამ შემთხვევაშიც, თუმცა რეალური განზრახვა ალბათ დროთა განმავლობაში უფრო ცხადად გამოჩნდება და ამას მოყვება მტკიცებულებებით.